როგორ უნდა ვნახოთ მოკლედ და კონკრეტულად, რამდენად ადამიანი არის მასკულინური, ან რამდენად უფრო რბილი შედარებით გამოვლენა აქვს. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩანს უბრალოდ პლანეტების ნიშანში დგომითაც, იმიტომ რომ თუ პლანეტების უმრავლესობა რუკაში დგას ქალურ ნიშნებში, ლოგიკურია, რომ ამ ადამიანის თვითგამოვლენა, თვითგამოხატვა იქნება შედარებით რბილი, რაც არ უნდა მარსი ჰყავდეს ვერცხლში. ამას ანუ ერთი მაჩვენებელი ამას ვერ გადაფარავს. ანუ თვითონ რამდენად ქალური არის ადამიანი, რამდენად რბილი არის, უბრალოდ რასაც ქალურს ეძახიან, რამდენად რბილი არის თვითგამოხატვაში და რამდენად უფრო უხეშია თვითგამოხატვაში და ესეთი ინიციატივიანი ეს ყველაფერი ჩანს ელემენტარულად აი ესე, როდესაც უბრალოდ თუ პლანეტების უმრავლესობა დგანან ქალურ ნიშნებში, ბუნებრივია, რომ თვითგამოვლენა იქნება უფრო მეტად რბილი. თუ პლანეტების უმრავლესობა დგანან კაცურ ნიშნებში, თვითგამოხატვა იქნება უფრო შედარებით ძლიერი, უფრო ინიციატივიანი და არ აქვს მნიშვნელობა სად დგას მარსი ესეთ შემთხვევაში, ან რომელ ნიშანში აქვს ასცენდენტი, ან საერთო ფონი ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც ზოგადად გადახედავ ამ ადამიანს, იქნება ადამიანი ან ინიციატივიანი, თუ კაცური ნიშნები ყავს უფრო აქტიური და იქნება უფრო მეტად რბილი და პასიური, თუ ქალური ნიშნები ყავს აქტიური. შესაბამისად, აბსოლუტურად იგივე ვრცელდება გრადუსებზეც, ანუ უფრო სიღრმისეულად შეიძლება ამ ყველაფერს ჩავწუდეთ, იმიტომ რომ შეიძლება უმრავლესი ლამის ყველა პლანეტა ყავდეს მაგალითად კაცურ ნიშნებში, მაგრამ იდგნენ ქალურ გრადუსებში. ანუ გრადუსებსაც აქვს მნიშვნელობა, ეს უკვე უფრო სიღრმისეულად, რა თქმა უნდა, ეს გრადუსი ვერ გადაფარავს, ესე ვთქვათ, ნიშნებს, მაგრამ ისე თუ ასე ეკასად ვალისწინებელია, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული ბალანსი აქ იქნება. რაღაც თავის იერარქიულ დონეზე ყველაფერი ეს მუშაობს. შესაბამისად, გვაქვს ქალური და კაცური გრადუსები და გვაქვს ქალური და კაცური ნიშნები. ჩვენ ვიცით, რომ ვერძი არის კაცური ნიშანი და შემდეგ ყოველი მეორე არის კაცური. იგივენაირად კურო არის ქალური ნიშანი, ყოველი შემდეგი მეორე იქნება ქალური ნიშანი. ანუ ვერძი, ტყუპები, ლომი და ასე შემდეგ არის კაცური ნიშნები, იქ კურო იქნება კირჩხიბი, შემდეგ ყველა იქნება ქალური ნიშანი. გრადუსები ცოტა უფრო სრთული. გადახედეთ, ნახეთ, ისე თუ ასე გამოგადგებათ საერთო დასკვნის გამოტანაში, რამდენად ადამიანი არის მასკულინური ან ფემინური, თუ როგორც არის. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თვითგამოხატვა, ესე ვთქვათ, არის ცოტათი ისეთი არასწორი ან განსხვავებული, ანუ ვერ ენდობი პირველ შთაბეჭდილებას.